ოზურგეთში დღეს იუსტიციის ახალი სახლი გაიხსნა თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციების გათვალისწინებით შუშის კონსტრუქციას 5 თვე აშენებდნენ. ყველაფერი ერთ სივრცეში და ერთი ფანჯრის პრინციპით იუსტიციის ახალი სახლი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილის სერვისების გაცნობამდე ოზურგეთში იუსტიციის სახლთან შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა. მათ გაესაუბრა და მიესალმა. იუსტიციის სახლის წინ ხალხმრავლობის გამო ერთ-ერთ ხანდაზმულ ქალბატონს ფეხსაცმელი გაძვრა. მიხეილ სააკაშვილი მას ფეხსაცმლის ჩაცმაში მიეხმარა. საქართველოს პრეზიდენტმა რეგიონის განვითარებასა და გურიაში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა, სოფლის მეურნეობა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და სხვადასხვა სფეროებში დაგეგმილი პროექტები. ამ თემებზე გაამახვილა მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ქრისტიანული დღესასწაულებია და ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ და სახლში ბევრი საქმე გვაქვს, ოჯახში კვერცხების შეღება, მომზადება, მაგრამ ცხოვრება მიდის წინ და ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. რაც არ უნდა დღესასწაული იყოს, კარგი ამინდი იქნება, როგორც დღეს თუ ცუდი ამინდი იქნება. ძალიან ბევრი რამე გვაქვს ასე შენებელი. ერთ-ერთი რაც მინდოდა ყოველთვის ყველაზე ხშირად ფიქრობდი, რომ აი ყველგან რაღაცა დაიწყო, ბათუმში დაიწყო, ქუთაისში დაიწყო, კახეთში დაიწყო, თბილისში ხო ძალიან ბევრი შენდება და როდის მოახერხებთ, რომ გურიაში შეიძლება ამოვქოქოთ გურიაში მართლაც დავიწყოთ გამოსვლა იმ უბედურებიდან სადაც ვიყავით. თქვენი გახსოვთ, რომ მე ვიყავი აქ 2-3 თვის წინ საავადმყოფოს გახსნაზე და მაშინაც დაგკვირდით, რომ ეს ყველაფერი გაკეთდებოდა. და მე უბრალოდ მინდა ანგარიში ჩაგაბავოთ. ჯერტი იხსნება ის იუსტიციის სახლი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ აღარსად აღარ დაგჭირდება ცნობებზე წასვლა, საბუთების ასაღებად, სამარშრუტოზე უამრავი ფულის გადახდა, ავტობუსებით ხეტიალი სადღაც დარჩენა, ისე როგორც საავადმყოფო აქ არის და არავის არ ჭირდება არსად წასვლა, სამადლოდ ღამის გათევა, რაიმე სხვა ნაცაებთან დარჩენა, აქ არის ეს საავადმყოფო. თქვენ ნახეთ, რომ ახლა ვაწყობთ ოზურგეთის ცენტრს და ამ სამუშაოს მივუყვათ ბოლოს, ყველა გზას გავაკეთებთ, ისე როგორც ლიხაურის გზა აკეთება და სხვა გზები გურიაში. თქვენი ცით რომ ჩვენთვის თავარი ის კი არა რომ ფასადები გავაკეთოთ ან თუნდაც ესეთ შენობები გავაკეთოთ. თავარია რომ ხალხი დასაქმდეს. ამიტომ ჯერ ერთი იმისათვის რომ ხალხი მოამზადოთ, დღეს მე ვხსნი ტექნიკურ სასწავლებელს ჰორიზონტს, სადაც ყველა თანამედროვე პროფესიას, ყველა ასაკის ადამიანი აითვისებს იმისათვის რომ არ იყოს უბრალოდ დამოკიდებული იმაზე, როგორც ადრე მივდიოდი ელიავას ბაზრობაზე იდგა აქედან წასული ახალგაზრდობა. აქ უნდა ქონოთ პროფესია და აქ უნდა იყოს ამ პროფესიის გამოყენების საშუალება. ამიტომ აგერ წეგან ქალბატონი შეხვდა, მითხრა რომ მისი ორი შვილი იმის გამო რომ აღარ იყო ჩაწყობით მოხვედრა, რამდენიმე წლის წინ მოხვდნენ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ენერგეტიკოსები არიან და ეხლა ელოდებიან იმას, რომ მართლაც აქ იწყება უახლოეს კვირეებში და თვეებში ბახური ჰესის და რამდენიმე სხვა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ყველანაირი სახის კვალიფიციური ადამიანები დაგჭირდება, როგორც ენერგეტიკოსები, ასევე მშენებლები, ასევე მძღოლები, ასევე ყველა ადამიანი, ვინც შეიძლება იქ იყოს შემოსავლის წყარო და გაუჩნდეს ელემენტარული დასაქმების საშუალება. ულეკში ჩვენ დავიწყეთ უკვე ულეკის სანაპირო ზოლის მოწესრიგება, რომ ის არაფრით არ უნდა იყოს ნაკლები ბათუმზე, არაფრით არ უნდა იყოს ნაკლები ანაკლია ეს და ამასაც ვაკეთებთ ყველა ერთად. რა თქმა უნდა ბახმარო ყველაზე ლამაზი ადგილია მთის კურორტები საქართველოში. წელს ზაფხულში ბახმარო იქნება ისეთი როგორც არასდროს და წელსვე ჩვენ ვიწყებთ ზამთრის კურორტის შენებობას ბახმაროში, იმისათვის რომ ბახმარო იყოს ზაფხულშიც და ბახმარო იყოს ზამთარშიც და ჩამოდიოდეს ხალხი აქ. ჩვენ ვაკეთებთ
ჩვენ ვაკეთებთ ასევე ძალიან ბევრ კულტურულ დაწესებულებას, ძალიან ბევრ სპორტულ დაწესებულებას, გამოვყავით ამ რამდენიმე კვირის წინ ფული და იწყება ჩვენი სიამაყის ვაჭხუთის სტადიონის აღდგენა. ჩვენ გვინდა დაუბრუნოთ მას ძველის წინვალება და მე იქნებ ფეხბურთის მოგებაც ვისწავლოთ. მარტო სტადიონი მაგ საქმეს არ უშველეს. და ასე რომ გურია არა მხოლოდ ის უიმედობა აღარ არის რაც ჩვენ გქონდა. არამედ მართლა ახლა გამოჩნდა პერსპექტივა, რომ აქ დაწყებული სამუშაოების შედეგად ეს გახდეს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებული რაიონების ნაკრები, ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებული რეგიონი. ეს არის ჩემი ვალი თქვენ წინაშე. მინდა გითხრათ, რომ ზედმეტად დიდი ხანი იყო მიტოვებული აქაურობა, ბევრი ფაქტორის გამო. ხან არეულობები თბილისში, ხან ომი, ხან უბედურება, ხან ის რომ საკმარისი ფული არ ქონდა და კრიზისი. და ახლა მივხვდით, რაცა უნდა იყოს, რა დაბკოლებიც უნდა შექმნათ, გურია ჩვენთვის თავრობისთვის ეს არის უპირველეს ყოვლისა. გურია უნდა ბოლომდე მივიყვანოთ. მადლობთ და მე თქვენის ნებართვით მე ვიყვარხარ თქვენ, მადლობთ.